არ ვიცი ის რეჟისორსაც ვთხოვ თუ არის საშუალება აგერ ტელეფონით მოვიძიე მე ეს ინტერვიუ სანამ ტექნიკურად გვარამია სააკაშვილის ინტერვიუ გესმით? ჩანს რომ ტრამპი არის რუსული პროექტი. თუ არის ოპერატორსაც იქ მოვაწევინოთ რუსული გავლენის ტიპები, რუსული ფულით, რუსული დეზინფორმაციული ხერხებით ეხმარებიან ტრამპს. როდის ამბობს? ყოველთვის ნიშანი არ უნდა დავსვათ, ბოლო-ბოლო არ უნდა დავბედოთ და არ უნდა ვთქვათ რომ რუსული პროექტი იყო ამერიკის პრეზიდენტი 4 წლის განმავლობაში ვინც მართავდა ამერიკას იყო რუსული პროექტი. სააკაშვილი გვარამიას და რუსული პროექტი თუ იყო ტრამპი დღეს როგორ შეიცვალა 2020 წელს არის ეს მე რა ამას ხომ მტკიცებთ ამას გეკითხებოდით არა სააკაშვილი ადასტურებს ამას არაფერს არ ატყუილია ეს ამბობს სააკაშვილი ამას არ ადასტურებს მოგასმენინოთ კიდე სააკაშვილი მომასმენინეთ სააკაშვილი გვარამიასთან ინტერვიუში ბატონო რომა არა სააკაშვილი პირიქით მას ეუბნება რომ არ არის ეს ასე კარგით მაშინ რომ დასრულდება ეს გადაცემა თქვენ ნახეთ მაშინ ახლა რო აღარ დავკარგოთ დრო ტრამპის წინა საარჩევნო კამპანიისას საარჩევნო მაშინაც კი არის ხოდა სააკაშვილი ვინ გაემარჯვებდა მან ტრამპთან მისი სურათები ტრამპის იყოფნის ბათუმში ტრამპის ასე ესენი გავიგეთ მაგრამ აგერ გვარამიაც ამბობს კაცო რომ რუსული პროექტი იყოვო ჯერ კიდევ არჩევნები არ იყო დამთავრებული და არავინ არ იცოდა ვინ გასაგებია მადლობა ბატონო რომან მადლობა თქვენ მოწვევისათვის მადლობა